ჩინეთის ხელისუფლება ქვეყნის ეკონომიკის გამოცოცხლებას აგრძელებს. ამერიკული ბლუმბერგის ინფორმაციით, მომდევნო რამდენიმე თვეში კომუნისტური პარტია ქვეყნის უდიდეს ბანკებში სულ მცირე 55 მილიარდ დოლარს ჩაასხამს. კონკრეტული თანხა, რომელსაც სოფლის მეურნეობის ბანკი, საკომუნიკაციო ბანკი და საფოსტო დანაზოგების ბანკი მიიღებენ, ჯერჯერობით სრულად არ დაზუსტებულა, მაგრამ ეკონომისტების ვარაუდით ფინანსური სექტორისთვის გამოყოფილმა სრულმა ბუსტმა შესაძლოა 1 ტრილიონი იუანი, ანუ დაახლოებით 140 მილიარდი დოლარი შეადგინოს. ამ თანხას ჩინეთის ფინანსთა სამინისტრო სავარაუდოდ სახელმწიფო ბონდების გაყიდვით მოიზიდავს. შეგახსენებთ, რომ ბოლო პერიოდში ჩინეთის ეკონომიკა არც თუ ისე სახარბიელო ტემპით იზრდება, რასაც უმეტესწილად ქვეყნის მასშტაბით გაღვივებული უძრავი ქონების კრიზისი განაპირობებს, რომელიც ფაქტობრივად ყოველდღიურად მწვავდება. გაკუთრებული სამშენებლო კომპანიების და ჩამოქცეული ბანკების ფონზე ქვეყნის მასშტაბით 80 მილიონი უპატრონოდ დარჩენილი სახლია დაგროვილი. ქვეყანაში, სადაც მთავარი პრობლემა საცხოვრებელი ფართის დეფიციტია, სახლების უპატრონოდ დარჩენა ნამდვილად უცნაური ფაქტია, თუმცა ყველაფერს მარტივი ახსნა აქვს. ჩინური სამშენებლო კომპანიები პროექტებს ქალაქების მასშტაბით ახორციელებენ, ანუ რამდენიმე კომპანიის კონსორციუმი დაუსახლებელ ადგილას მთელ ქალაქს აშენებს, რაც ასობით საცხოვრებელ კორპუსს, გზას და ზოგადად ინფრასტრუქტურას მოიცავს. მოგვიანებით კი ქვეყანაში კაპიტალი გაძვირდა და ადამიანებმა იპოთეკის აღებაზე უარი თქვეს. შედეგად ჩინეთის უძრავი ქონების სექტორი კრიზისის წინაშე აღმოჩნდა და სამშენებლო კომპანიებმა ახალი ქალაქების განვითარების პროცესი შეაჩერეს. ასე მივედით მოვლენამდე, რომელიც მოჩვენებების ქალაქის სახელითაა ცნობილი. ჩინეთში ამჟამად ათობით ისეთი ნახევრად აშენებული ქალაქია, სადაც უბრალოდ არაფერი ხდება და არავინ ცხოვრობს. ეგრეთ წოდებული ბეტონის ჯუნგლებია იქ. ჩინეთის ხელისუფლების მიერ მიღებული საკმაოდ რადიკალური გადაწყვეტილება, რომელიც ქვეყნის ეკონომიკის 10 მილიარდი დოლარის დაბუსტვას გულისხმობს, უმეტესწილად სწორედ უძრავი ქონების კრიზისის საწინააღმდეგოდაა მიმართული. ბანკებისთვის გამოყოფილი თანხის დიდი ნაწილი საფონდო ბირჟაზეც ამოყოფს თავს, რაც საჯარო ჩინურ კომპანიებს ამოსუნთქვის საშუალებას მისცემს. ამ გზით ჩინეთის ხელისუფლებას ქვეყნის ეკონომიკური ზრდის დაჩქარება სურს.